გადადებული და გაერთიანებული საჩივრები ხმის ფარულობის დარღვევას ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ელექტრონული უბნები გააბათილოს, რაც გახდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა. საქმეები განსახილველად მოსამართლე ილონა თოდუას კოლეგიას გადაეცა, უცნობია გაბედავს თუ არა კოლეგია გაიმეოროს თეთრი წყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ექსპერიმენტი. ხუჭუა ამ დრომდე ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც ტექნიკური შემოწმების შედეგად დაადგინა ხმის ფარულობის დარღვევა და შედეგად 30 უბნის შედეგების გააბათილა. ამის გამო ის ქართული ოცნებისა და პროპაგანდის სამიზნედ იქცა. ჩვენ სასამართლო სისტემიდან ძალიან რთულია რამე კონკრეტული მოლოდინი კონდეს, მაგრამ მეორე მხრივ ის მასშტაბი, რაც დღეს სასამართლო რაც ამ საქმეს ახლავს, არის უპრეცედენტო და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, როგორც ერთმა მოსამართლემ მიიღო ეს გაბედული გადაწყვეტილება, მოლოდინი არის, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქმის მასშტაბიდან გამომდინარე. რაც თეთრი წყაროს მოსამართლემ გააკეთა, მან ჩაატარა ექსპერიმენტი, აჩვენა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ხდებოდა ფარულობის უზრუნველყოფა და შესაბამისად გააუქმა ოლქები. სააპელაციო სასამართლომ ან უნდა შეცვალოს ეს ფაქტობრივი რეალობა, ან უნდა გაიზიაროს ეს და შესაბამისად ყველა ელექტრონული უბანი გააბათილოს, რაც რა თქმა უნდა იქნება ხელახალი არჩევნების წინაპირობა. ამიტომ ფაქტობრივი მოცემულობა, რაც ამ საქმეში არის, ის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვხედავთ, რამ ხელა ძალა აქვს ერთ დამოუკიდებელ მოსამართლესაც კი, როგორ შეუძლია რომ ყველაფერი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ და ძალიან დიდი იმედი გაუჩინოს ხალხს სამართლიანობის და მე მინდა შევახსენო ყველა მოსამართლეს, რომ მე ვიცი ახლობით მათ როგორ აშანტაჟებენ, როგორ ემუქრებიან, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. საქართველოს ბედი წყდება, ამიტომ ყველა მოსამართლემ უნდა გამოიჩინოს მართლა პატრიოტიზმი და სიმართლე უნდა დააყენოს ყველაფერზე წინ. ჩვენ ამე განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. უნდა თქვან ის, რასაც ხედავენ, ის რომ ბიულეტენები ჟონავდა, იყო გამჭვირვალე და ფარულობა არ იყო დაცული, თითოეულმა ადამიანმა ეს თავის თვალით ნახა, ვინც არჩევნებზე იყო მისული.